ნუ გეშინიათ ხალხო სიყვარულის გამოხატულების ნუ გეშინიათ. ბოროტი მოვა და აუცილებლად გეტყვის, რომ თქვენ ამ სიყვარულში სუფთა არ ახართ. ეს სიყვარული არის ანგარებიანი, ეს სიყვარული არის ვნებიანი, ეს სიყვარული არის, რა ვიცი, სხვადასხვა ისე რომ იყენებ ადამიანს, ანუ შენი გამოხატულება ასეთია. აუცილებლად ამას გეტყვით და თქვენ იცით რას იზამთ? თავ შეიკავებთ წრფელი სიყვარულის გამოხატულებისაგან. თავ შეიკავებთ. პირველ რიგში ეს იწყება ოჯახში. ძალიან სახიფათოა დღეს, როცა ბოროტი ადამიანს თავაზობს, იცით როგორ ცხოვრებას, ანუ ტექნოლოგიაო რატომ არისო და ფუფუნება რატომ არისო, ბოროტისო და ეშმაკისო, გაიკვირვებს ადამიანი შემდეგ, იცით რატომ ხალხო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორ მიუდგები ამას, მაგრამ დაცემული და გაუბედურებული და უსიყვარულობი სიყვარულის მძებნელი ადამიანის რომ მიცემ შენ უშრომელად ტექნოლოგიურ განვითარებას, ისე რომ მან არ იშრომა და არ მოიპოვა, ანუ არ იშრომა იმისათვის, რომ გინდათ საჭმელი მოეპოვებინა ცოტა ძნელად, ან სიყვარული გაცნობიერებულად, ადამიანებთან ურთიერთობა შეძლებოდა, აუცილებლად პირველივე წინააღმდეგობის შემდეგ დაეცემა. ეს არის პირდაპირ ბოროტისგან. ჩვენი უწმინდესი ძალიან ბრძენი ადამიანია და ძალიან კარგად იცის, სად არის ეშმაკის მზაყვარება და როგორ უნდა მოიქცეს. ამიტომ უწმინდესის ცხოვრებას თან გაზდევს მუდმივად მოწყალე გული. იმიტომ რომ სხვა ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ დედამიწაზე, თუ არა გვექნება მოწყალე გული. და ბოროტი აუცილებლად მოვა და აუცილებლად გეტყვით. იცი რა ის იმნაირია, ან გინდათ საკუთარ თავზე გეტყვის, რომ შენ ესეთი ცუდი ხარ, შენ არ იმსახურებ, შენ ცუდად ფიქრობ.